მორჩა კოსტა, ახლა მოვიგებ. მიდი, დიმა, მიდი. კოსტა, მიდი, მე შენი მჯერა. კარგი, ვნახავთ. ჩემი დიმა კოსტას დაამარცხებს. მაგასაც ვნახავთ მწვანე. მიდი, მიდი. კოსტა, მიდი, დიმა, მიდი. მე მჯერა შენი. მიდი. შეგიძლიათ ცოტა წყნარად? ხო, ზედმეტად ემოციურები ხართ. გოგოებო, ნუ წიკვინებთ. არა, არ შეგვიძლია. მიდი, მიდი. ფეხბურთელებო, რა შვებით, ბავშვების ფეხბურთს თამაშობთ და ამერიკულ ფეხბურთს აღარ თამაშობთ, თუ უკვე დანებდით. არა, ეს ორივე მხარე სყვირიან. ხო, შეუძლებელია გამეორება გაკვეთილის. წამოდით კაფეში წავიდეთ, იქ უფრო სიმშვიდეა. მეგობრებო, რას მიირთმევთ? პროვასტი, მე სტაფილოს წვენი მინდა. რა? ახლა მასკოტი ვარ, სტაფილოს წვენს სვამ. მე ცხელი შოკოლადი მინდა. და მე ორმაგი ცხელი შოკოლადი. კარგი გასაგებია. სტაფილოს წვენი, ამას საერთოდ როგორ სვამ? პროვასტი, ძალიან ჯანსაღია. მერი, ახლა რა უნდა გავაკეთოთ? ახალი ჩრილდერები უნდა ვიპოვოთ, თორე ჯგუფში მარტო მე და შენ დავრჩით. არა, რა ახალი ჩრილდერები, ბაჭიებს შევეჩვიე. ხო, წარმოიდგინეთ, ერთადერთი ჩრილდერი დავრჩი, იქნებ ახალი ხალხი ვიპოვო. მერი, რა, შენ ჯგუფს ხალატობ? გუნდი არ არის, ახლა ყველა მეამბოხეა, შავები აცვიათ, ჩრილდერები გჭირდება. მოკლედ, მეგობრებო, დღეს ნასტიას და დიანას კიდევ ერთხელ დაველაპარაკებით და თუ ჩვენ ჯგუფში არ დაბრუნდებიან, მაშინ ახალ ჩრილდერებს ვიპოვით. მასკოტ გოგრის წონს ვერ დალევ, სტაფილო აღარ გვაქვს. მაშინ ანანასის გამიკეთებ, ძალიან ნერვიულობ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება. მოიცა არა, ვერ გავიგე ამ სკოლაში ყველა გაგიჟდა? ხო, ყველა გაგიჟდა. მოიცადეთ, არ მესმის მასკოტის თავი ჩვენს მაგიდაზე რატომ დევს? ბოდიში გომბეშვებო, მაგრამ ჩემი თავისთვის სხვა ადგილი არ მაქვს, სხვაგან დაჭიქით. ეს გაიგეთ, ბანის მასკოტი მეუბნება რა უნდა გავაკეთო. არა, აიღე ეგ შენი თავი დროზე. ბაყაყებო, ნუ ყვირით, მასკოტ, აიღე თავი და დასვი. მეგობრებო, ჯობია ჯგუფის გადარჩენაზე ვიფიქროთ. კარგი ხო, აიღეთ თქვენი სკამი. გოგოებო, ჩქარა გავიმეოროთ ეს თემა და მე უნდა მოვემზადოთ. ფოტოები უნდა გადაგვიღონ ალბომისთვის. პროვასტი, 3 ჩაი გაგვიკეთე, ჩქარა. მალე ვერ გავაკეთებ, ცხელი წყალიც აღარ მაქვს და ამას ფული ვერ დაეხმარება. ხო, გოგოებო და სმაილ, იმედი მაქვს, გახსოვთ, რომ დღეს ფოტოებს გადაგვიღებენ სკოლის ალბომისთვის, ხო? ხო, და ყველა შავებში ვიქნებით. მე ამბოხეები. ხო, ფოტოგრაფს უთხრათ, რომ ჩვენთვის ცალკე გვერდი გააკეთოს და მე ამბოხეები დაარქვას. ხო, სმაილ, გეთანხმები, მოდით ახლა გემრიელი ცხელი შოკოლადი დავლიოთ. ოთხი ცხელი შოკოლადი გვინდა თუ შეიძლება? პროვასტი კაკაოს დავლიოთ. შეგიძლიათ ჩუმად იყოთ მე ამბოხეებო? დიანა, სალაპარაკო გვაქვს. დიანა, მეც. დიანა, გახსოვს რომ დღეს ფოტოებს გვიღებენ სკოლის ალბომისთვის და რა, ბანის გვერდი რა იქნება? უი, მერი, გამარჯობა, ვერ დაგინახე. მინდოდა მეთქვა რომ ბანის გვერდი აღარ იქნება და სანაცვლოდ მთავარ გვერდზე მე ამბოხეები იქნებიან. ბოდიში მერი. იცი რა, დიანა, მე ახალ გუნდს ჩამოვაყალიბებ. სულ მინდოდა რომ კაპიტანი ვყოფილიყავი და შენ ცხელი არ შეგეშლება, იყავი მე ამბოხე. დიანა, გავუმკლავდე? მია, არა. როგორც აღმოჩნდა, მერი მელია. სმაილ, ეგ ახლა გაიგე? მეგობრებო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბრაუსისთვის ფულის დატოვება არ დაგავიწყდეთ, თორე თვითმსახურება მოგიწევთ. მერი, ეგრევე რატო თქვი, რომ კაპიტანმა გინდა, ახლა საერთოდ აღარ დაბრუნდებიან. მერი, უცნაურად იქცევი, ასე ჩვენთან არავინ არ დაბრუნდება. რატომ უნდა დავალოდო ამათ დაბრუნებას? ახალ გოგოებს ვიპოვი და შევქმნი გუნდს და კაპიტანიც ვიქნები. პროვასტი, მალე სად არის ჩემი კაკაო? მადლობა, პროვასტი. 2 წამი მერი, ბევრი შეგვეთა. არ მესმის ბანის ჩრილდერების ყველაზე სუსტი მონაწილე ამბობს ამ ყველაფერს. მერი, კაპიტანი რომ გახდე, უნდა იცოდე ყველანაირი სლოგანი და ყველანაირი მოძრაობა ზეპირად. და შენ ეგ არ შეგიძლია. ოხ, ერთი რას ამბობს ეს ძველი კაპიტანი. იცი რა, დიანა, კაპიტანი როცა გავხდები, მერე ვისწავლი სლოგანებსაც და მოძრაობებსაც. გოგოებო, დაძღარდით, ახლა ჯგუფს იწყებთ და ეს ჯგუფს პირიქით ანადგურებს. გოგოებო, არ იჩხუბოთ, ორივე მიყვარხართ და ორივე ჩემი მეგობრები ხართ. შერიგდით, ჯგუფის გადარჩენის გზა მხოლოდ ესაა. გოგოებო, რა კარგი სანახავია ბანის გუნდი რომ იშლება. ხო, და ჩვენ აქედან მხოლოდ სარგებელი გვექნება. ხო, თუ არ გაერთიანდებიან, ჩვენ გავხდებით ყველაზე მაგარი ჩრილდერების გუნდი. მე მგონი არასდროს არ გაერთიანდებიან. გომბეშვებო, ყველაფერი მესმის, ბაჭიები აუცილებლად დაბრუნდებიან. არა, ბანის გუნდი არ გაერთიანდება, ახალი გუნდი იქნება. გაიგე ეს ყველაფერი, დიანა? იცი რა, მერი, როგორ შევამჩნიე აქამდე, რომ შენ მხოლოდ კაპიტნობა გინდოდა მთელი ეს დრო. დამიბრუნებ დღეს ბანის კოსტუმს და ფოტოების ალბომშიც შავი გეცმევა. ოჯახ დიანა, გაანადგურე. ჩვენ კარგი გვინდოდა, მაგრამ ისე მოხდა როგორც ყოველთვის. მერი არასწორად მოიგეცი, სხვანაირად უნდა მოქცეულიყავი. არა, სხვა გზა არ არის, მე ვიქნები კაპიტანი. მასწავლებელო მაიკ, შეიძლება 1 საათით გადავწიოთ გადაღებები, გთხოვთ. საათის სფერო 1 საათის მერე რატო უკვე ხო გითხარი ფოტოსესია როდის იქნებოდა?
მასწავლებელო მაიკ, უბრალოდ გვინდა რომ ყველაზე ლამაზები ვიყოთ მთელ სკოლაში. ხო, სტილისტიც დავპატიჟეთ, პარიკმახერიც. და რა პრობლემაა? პარიკმახერი და მაკიაჟის არტისტისაც ოფში არიან. მასწავლებელო მაიკ, გთხოვთ, დრო გადაწიეთ. მაგრამ ფოტოგრაფი უკვე მოვიდა, ამიტომ ფოტოსესია 1 საათში იქნება. მასწავლებელო მაიკ, ჩვენ გამოვეშეცვლით, გთხოვთ. მასწავლებელო მაიკ, რატომ არ ვიცოდით რომ ფოტოსესია დღეს იყო? ხო, არავინ არ გავაფრთხილა. ამიტომაც დღეს არ გადავიღებთ, არ გვაქვს ტანსაცმელი. განცხადებებს არ გითხულობთ, სკოლის კედლებსა და ჯგუფში ეწერა, რომ დღეს ფოტოსესია იქნებოდა. ხო, ვერ შეამჩნიეთ, რომ იმას მაისური აცვია. გოგოებო, არანაირი პრობლემა არ იქნება, ფოტოშოპით ჩაგაცნობთ თეთრ მაისურებს და ხალხსტუხებს. იცით რა მასწავლებელო მაიკ, ეგრე თქვენ ჩაიცვით. ხო, ჩვენ გვინდა რომ ლამაზები ვიყოთ, ლამაზი და ფერადი ტანსაცმელებით, კარგი ვარცხნილობით. ხედავთ მასწავლებელო მაიკ, მარტო ჩვენ არ გვაქვს ეს პრობლემა. გადადეთ, გთხოვთ. კარგით, მორჩით ლაპარაკს, ფოტოსესია მაინც 1 საათში გაიმართება. ამიტომ თმა და მაკიაჟი თქვენით გაიგეთეთ. მე უკვე ყველაფერი ვთქვი. მწوانه შენს ვიტრს მათხოვებ? ვერა კარინა, ალბათ ამას ჩავიცვამ. იანა, რა გავაკეთოთ? წამოდი იანას ვკითხოთ, რაღაცა ტანსაცმელი ექნება. გოგოებო, ხო გითხარით? მასწავლებელი მაიკი არ დათანხმდებოდა. ხო გახსოვთ, რომ ეს უბრალოდ სკოლის ფოტოსესიაა და არა ჟურნალის გარეკანი. თმის და მაკიაჟის გაკეთება აუცილებელი საერთოდ არ არის. მადლობა მასწავლებელო მაიკ. ჩვენ რომ სკოლას მომთავრებთ ამ კლასს, თქვენთვის არაფერს ნიშნავს, ხო? ხო, უნდა შეეგუოთ რომ გავიზარდეთ. მართალია, მალე სკოლას დაამთავრებთ, სწავლაზე უნდა ფიქრობდეთ, მაკიაჟზე კი არა. ბავშვებო, დამეხმარეთ, არ ვიცი როგორ ვიპოზიორო ამ სკოლის ალბომის გადაღებისთვის. კარგი, აბა მითხარით ესე, თუ ვითომ ძალიან მაგარი გოგო ვარ, თუ ვითომ მოსწავლე კარგი. ჯიჯი, მოდური ჯობია. პატრიკ, სულელურ რჩევებს ნუაძლევ. ჯიჯი, ეს ხომ სკოლის ალბომია, დაგამახსოვრდება, რომ შეხედავ ყოველთვის. ამიტომ კარგი მოსწავლესავით. კარგი. ჯიჯი, ფოტოებს ვიღებ, სახე არ შეატრიალო, მე მიყურე. ხო, ნახეთ რა კარგი გამოვიდა. გოგოებო, მთავარია რომ კარგად გამოვიყურებოდე სკოლის ალბომში. ამიტომ ტუჩსაცხი უნდა წავისვა. უი, ნახეთ აქ ემზადებიან. საპირფარეშო ცარიელია? კი. ფოტოგრაფი უკვე მოვიდა. ჯიჯი, გირჩევ რომ რაღაც სხვა ჩაიცვა, სპორტულ ტანსაცმელებში ხომ არ იქნები. ეს ჩემი აზრია უბრალოდ. ხო, ვინ პოზიორობს სპორტული ტანსაცმელებით? დიანა ახლა რჩევა მომცა? ჯიჯი, რა გინდა სხვის რჩევა? ის უნდა ჩაიცვა რაც შენ გინდა. გაიგეთ? ჯანდაბა გოგოებო, მე მგონი ჩემი მაკიაჟის ჩანთა დამავიწყდა. დიანა, სერიოზულად, მეც არ წამომიღია. გოგოებო, აბა ასე ცუდად უნდა გამოვიყურებოდეთ სკოლის ალბომში? რანაირად წამოვედი სკოლაში ჩემი მაკიაჟის ჩანთის გარეშე? კარგი, გოგოებო, გასახდელში წავიდეთ, იქ მექნება რაღაცეები და იქ გავიბრანჭოთ. წამო, ხო? მეგობრებო, რამდენი ხანი უნდა დამაიგნოროთ? ხო, კარგი, გასაგებია, გაბრაზებულები ხართ, მაგრამ ტანსაცმლის გამო მეგობრობა უნდა გააფუჭოთ. სმაილ, მეგობრობა, შენ გააფუჭე. კარგი, მოკლედ დღეს სკოლაში ფოტოგრაფი ფოტოებს გადაგვიღებს და მინდა ჩვენი გუნდის ფორმა ჩავიცვა. ეს ხო შეიძლება? სმაილ, ახლა მოგინდა ისევ ჩვენი ფორმა, ეს უბრალოდ ფოტო არ არის. შენ უკვე გაცვალე ჩვენი კალათბურთის ფორმა რაღაც ჩავტანსაცმელში, ეს უკვე ღალატია. მეგობრებო, რატო არ გესმით, რომ შეყვარებული მყავს და შეყვარებულის წინააღმდეგ წასვლა ურთიერთობის დასასრულს ნიშნავს და ჩემთვის შეყვარებული კალათბურთზე უფრო მნიშვნელოვანია. ხო და წადი შენ შეყვარებულთან. კარგი, ყველაფერი გასაგებია, უბრალოდ ფორმა შევიცვალე და ახლა კალათბურთელი აღარ ვარ. ნეტა ყველაფერი ისე იყოს, როგორც ადრე. ხო, მაქს კარგი იქნებოდა, მაგრამ ახლა ვარჯიში გავაგრძელოთ. გოგოებო, მე ჩემთვის ვიპოვე ტუჩსაცხი და თქვენ რას წაისვამთ? დიანა, მე წითელი ტუჩსაცხი ვიპოვე და ამას წავისვამ. კარგი, ნასტია, მე გლოს, უბრალოდ უფერულს. ვა, ნასტია, რა კარგია, მეც მომეცი რა, მეც წავისვამ. ისე გოგოებო, გჯერათ რომ ეს დღე დადგა, ძლივს ალბომისთვის ფოტოებს ვიღებთ და სულ რაღაც მომავალ წელს უკვე კოლეჯში წავალთ. დიანა, კოლეჯი რა თქმა უნდა მაგარია, მაგრამ არ გეშინია რომ შენზე პოპულარული გოგოები იქნებიან? მია, ჩვენ ყველგან პოპულარულები ვიქნებით. გოგოებო, მთავარია რომ როგორც კი კოლეჯში მივალთ, ეგრევე ჩერილდერები გავხდეთ და პოპულარობაც ჩვენთან მოვა აუცილებლად. ნასტია, წაისვი უკვე ემათხოვე რა. დიანა, გამარჯობა. მისმინე, დიანა, როგორც იცი, დღეს სკოლაში ფოტოსესია გვაქვს, მაგრამ ჩვენთვის არავის არ უთქვამს, ამიტომ სწორი ტანსაცმელი არ ჩაგვიცვამს. რაღაცეები გვათხოვე რა. მადლობა. გოგოებო, ვფიქრობ, რომ რაც გაცვიათ, მაგაში უნდა იპოზიოროთ. კარგად გამოვიყურებით, ვირთხებს გავხართ და ეგ ხომ თქვენია. ხო, მაგრამ კარგად გვინდა რომ გამოვიყურებოდეთ. აქ კი ვირთხები ვართ, მაგრამ კოლეჯში არ გვინდა რომ ვირთხები ვიყოთ. ხო, იქნებ ჩრილდერებიც კი გავხდეთ. ვა, ვირთხებს მაგარი გეგმები ქონიათ.
რაღაც სუნთქვა მიჭირს, მარტო მე ვარ ვირთხების სუნია. კარგი გოგოებო, გამომართვით. ბოლოს და ბოლოს ფოტოების დღეა. აბა, რომელიც გინდა დაირჩიეთ. მე ამას ავიღებ. მაშინ მე ვარდის ფერტობს. მადლობა დიანა. დიანა, ზედმეტად კეთილი ხარ. რამდენჯერ უნდა გითხრე, რომ ასეთი კეთილი აღარ იყო. გოგოებო, იცით რა ვიფიქრე? ეს ხომ ერთადერთხელ გადაგვიღებენ ამ ფოტოებს სკოლის დამთავრებისას და ვიფიქრე, იქნებ ფერადი ტანსაცმელი ჩაგვეცვა. არა. დიანა, ხო, მართალია. ყოველთვის მოვასწრებ ჩავების ჩაცმას. მოდი ფერადი ჩავიცვათ. ხო, და მე ამ ფოტოებს რომ შევხედოთ, გაგვეცინება ეს რა გვეცვაო. მე ამბოხეებო, გაგით აქედან, ჩირლდერმა უნდა შეისწოროს მაკიაჟი. მერი დაწყნარდი. რა? და ამ ჩირლდერმა იცის, რომ ეს სხვების გასახდელი ოთახია და აქ მაგიდა, რომელიც ეკუთვნის დიანას. ხო, და მაგიდა, რომელიც არის ნაციასი. უი, გამახსენდა, მე გაცლევდი უფლებას, რომ ჩემი სარკე გამოგეყენებინა, რა? გოგოებო, დაწყნარდი, ჩხუბი საჭირო არ არის. დიანა, უბრალოდ ჯგუფი უნდა აღვადგინოთ. ამაზე ახლა არ ვსაუბრობთ. უბრალოდ მაკიაჟის გასწორება მჭირდება. გადი აქედან, ეს არ არის შენი მაგიდა. კარგი გოგოებო, გაერთსაგელოდებით. დიანა, გთხოვ, ისევ ჩილიდერი იყავი და შენც ნასია. ჩემთვის მასკოტისთვის გააკეთეთ. მასკოტ, ნუ წუწუნებ, დამღალე უკვე. მოდი ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. ახლა უნდა გავემზადოთ ფოტოსესიისთვის. მასკოტ, შენ მე მგონი ბიჭი ხარ და ჩვენ აქ ყველა გოგოები ვართ. ხო, მასკოტ, გადი, უნდა გამოვიცვალოთ. კარგი, სკოლის ფოტოსესიაზე შევხვდებით. მეგობრებო, ფოტოგრაფია აქ რამდენიმე წუთში მოვა. სად არის ფოტოგრაფი? ველოდებით. ფოტოგრაფ. მეგობრებო, დაიმახსოვრეთ, რომ ფოტოგრაფია აქ თქვენ ფოტოებს 2 საათის განმავლობაში არ გადაიღებს. ამიტომ პოზიორობა არ დაიწყოთ. მხოლოდ 3 ფოტო უნდა გადავიღოთ. ჩვენ უნდა ვიპოზიოროთ, მასწავლებელო მაიკ. მასწავლებელო მაიკ, შეიძლება იმამ ლოყაზე მაკოცოს? ან უკეთესი? წვან, ეს შენი სასიყვარულო ისტორია არ არის, სკოლის ალბომია. პროვასტი, როგორ გამოვიყურები? თული, შენ ჩემთვის ყველაზე ლამაზი ხარ. პროვასტი, სკოლის ალბომში ყველაზე სიმპათიური შენ იქნები. იანა, წამო, სანამ მოვიდა ფოტოგრაფი, შევისწოროთ მაკიაჟი. ხო, ლეილა, წამო. მეგობრებო, მოდით კარგად დავუდგეთ სკოლის ალბომის ფოტოსთვის. კომბეშოები აქეთ. მერი და მასკოტი აქეთ. თავარია, რომ დიანას ბაჭიების კოსტუმი ეცვას. მასწავლებელო მაიკ, როგორც მომავალი კაპიტანი, შუაში მე უნდა ვიდგე. ჯანდაბა გოგოებო, ხო ვჭამეთ, ახლა მუცლები უნდა შევწიოთ. სმაილ, არ გაცვია შავი? დიანა, შავი შენც არ გაცვია. სმაილ, ეს ყველაფერი ამ ალბომის გამოა. არ დაგავიწყდეთ, რომ გადაღების მერე შევიცვლებით. ხო, მია, გვახსოვს. სმაილ, წავიდეთ, ფოტო გადავიღოთ. არ მჯერა, რომ ეს დღე ძლივს დადგა. ღმერთო, იანა, ნახე, აღარ არის დიანა, მე ამბოხე. არა, უშოს არ მადარდებს ლეილა, წამო, ფოტო გადავიღოთ. არა, მე მადარდებს, მე სკოლის ჟურნალისტი ვარ, შენ სმაილი გამოკითხე, მე დიანას გამოვკითხავ. კარგი. დიანა, რამ გიბიძგა, რომ შეცვლილი იყავი, აღარ ხარ, მე ამბოხე, ისევ ბანი ხარ? ლეილა, არანაირი კომენტარი. სმაილ, შენც რა ხარ, მე ამბოხე, ისევ კალბუთელი გახდი, რატომ გაცვია ეს უფორმა? თავი დაგვანებით. გოგოებო, თქვენ გითხარით სიმართლე, ეს ყველაფერი ამ ალბომის გამო არის. ხო, მხოლოდ ფოტოსთვის. მითხარით, ამის მერე ისევ მე ამბოხეები იქნებით? ყველაფერი უნდა ვიცოდეთ. მეგობრებო, მიდით ფოტოგრაფი დიდხანს არ დაგილოდებოთ. აბა ყველა, მოემზადეთ. ჩიზ! ძლივს ბავშვებო, გადავიღეთ ფოტო სკოლის ალბომისთვის და შემდეგ წელს კოლეჯში წავალთ. ძალიან მაგარი იქნება. კარგი, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭერეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ ყველა. კარგად!